ეხლა მოდით ვნახოთ მოსწავლემ ეს როგორ უნდა განახორციელოს. ეხლა ეს უკვე გახლავთ მოსწავლის გვერდი, სადაც იგი შედის დავალებების გრაფაში. შემდეგ უნდა დავაწყაბნოთ view assignments, ანუ ნახოთ დავალება და რადგან მასწავლებელმა მოგვანიჭა უფლება, რომ ფაილში შიფრები ვიმუშაობთ, ვასრულებთ შემდეგ ასეთ დავალებას. დავაწყაბნოთ ამ სამ წერტილს, ჩამონათვალიდან ვირჩევთ Open in PowerPoint Online და გავხსნით დავალებას online-ში. დავალების online-ში გახსნის შემდეგ ძალიან გავს ეს PowerPoint-ი offline ვერსიას, ანუ desktop აპლიკაციას, თუმცა ოდნავი ცვლილება მაინც არის. პირველი ის, რომ აქ შენახვის ღილაკი არ გვაქვს და ავტომატურად გვინახავს ამას და მეორე ის, რომ აი აქ გვაქვს მიკროფონის ღილაკი, საიდანაც უნდა ჩავწეროთ ხმა. მაგრამ რადგან მასწავლებელს სურს, რომ თითოეულმა მოსწავლემ თვითონ გაახმოვანოს სლაიდის ყველა ფურცელი, ამისათვის მოსწავლემ უნდა მითითოს აი ამ ჩანართში თავისი სახელი და გვარი. მაგალითად, ნიკა ჯანგველაძე. და შენახვა არ ჭირდება ამას, როგორც კი ერთი წამით გავჩერდეთ, იმ წუთას შეინახა. ჩვენ აქ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ ყველა სლაიდთან მიმართებაში ერთი და იგივე პროცედურა. მაგალითისთვის, გახმოვანებას დავიწყებთ აი ამ ნაწილიდან და შემდეგ გადავდივართ აი ამ ნაწილზე. მაგალითად, ასე. ანიმაციას ახმოვანებს 151 საჯარო სკოლის მეოთხე B კლასის მოსწავლე ნიკა ჯანგველაძე. დაიწყო ამის ჩაწერა, შემდგომში მელა და ყურძენი იგავარაკი ივანი, კრილოვი თარგმნა აკაკი წერეთლისა. ესე ვასრულებთ ყველა დავალებას და გადავდივართ შემდეგ ფურცელზე. შემდეგ ფურცელზე რომ გადავართ, ის ჩანაწერი აქ უკვე შეინახება. შემდეგ ფურცელზე ვაწყაბუნებთ ამას და ისევ გახმოვანებას, დამშეული კუ და მელა ვენახში მიიპარება. იცუნცულებს ნელა-ნელა, ღობე ყორეს ეფარება. შემდეგ სლაიდზე გადადიხართ და ასე ახმოვანებთ ბოლომდე. შენახვის ღილაკი, როგორც გითხარით, არ გაქვთ, ამას შემდგომ გათიშავთ, იმიტომ რომ თუ კი მორჩებით ყველა გვერდის გახმოვანებას, რომ გათიშავთ, არ გეკონოთ, რომ არ არის შენახული, იგი გახლავთ შენახული და შემდეგ აქ ხომ უკვე ვიცი, რომ გახმოვანებულია, გამოვედი ანუ ამ აპლიკაციიდან და თურმე დილაგზე დაწყაბებით გვაბარებ მასწავლებელს ისევე, როგორც სხვა დავალებებს და დავალება რომ ჩაბარებულია, ჩამოაგდო აქ აპლიკაცია სულ ეს იყო, რის თქმაც მსურდა, გისურვებთ წარმატებას.